მოგესალმებით სტუდია მეტალაბიდან, ეს არის გადაცემა ალგორითმი. დღეს ჩვენი სტუმარი AI სპეციალისტი ოთარ კვირიკაშვილი ისაუბრებს Google-ის ეკოსისტემაზე და მის ერთ-ერთ ინოვაციურ პროდუქტზე, Notebook-ზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს თვითაურ პროფესიაზე. გამარჯობა ოთარ, ეს არის პირველი კითხვა. როგორ შეაფასებთ Google-ის ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემას ზოგადად? პირველ რიგში მოგესალმებით იკო, მადლობა კოლაბორაციისთვის. პირველ რიგში თუ საუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, Google-ის გარეშე ძალიან კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოგვივა საუბარი, რადგან Google-ის გარეშე ფაქტიურად არაფერი არ ხდება, არც ერთი მიმართულებით თუ რამე ხდება ხელოვნურ ინტელექტში, ხდება Google-იდანაც, ასე ვთქვათ და Google-ის მეშვეობით, რადგან Google-ი სუკავია ძალიან დიდი პროცენტი აი ამ განვითარების და განსაკუთრებით ბოლო წლებში აი ესეთი დიდი ნახტომში. ამიტომ მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ დღეს არ არსებობს დიდი ენობრივი მოდელები, განსაკუთრებით გენერაციული სისტემები, არა მარტო გენერაციული სისტემები, ჩიპები, კვანტური კომპიუტერის მიმართულება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელები, სადაც რაშიც Google არ იღებს მოკლედ მონაწილეობას და მოკლედ აი ასე შევაფასებდი და ნაწილს რა ვიცი გავშალოთ და მივყვეთ ნაწილ და ესე გავშალოთ, იმიტომ რომ ძალიან Google-ზე შეგიძლია ადამიანმა დაუსრულებლად ისაუბრო ფაქტიურად 24/7-ზე და ვერ მორჩა, იმიტომ რომ ათობით და ასობით დიდი პროექტი აქვს Google-ს და ის აღემატება თავისი შესაძლებლობებით უკვე ფაქტიურად წამყვან სახელმწიფოებს და იმ სახელმწიფოებს, ვისაც სურს დომინაცია მსოფლიო პოლიტიკაზე. თქვენი აზრით რა არის Google-ის მიზანი AI ტექნოლოგიების განვითარებაში, სამომხმარებლო კომფორტი თუ პროფესიული დახმარება? ერთია რომ რა არის მიზანი, მაგრამ მეორეა, როდესაც სხვადასხვა კომპანიები სხვადასხვა კომპანიებს უკვე რაღაც შესაძლებლობები უჩნდებათ, ძალაუფლების წყურვილი, გავლენების წყურვილი და ამიტომ სწორედ ამასთან დაკავშირებით აი ძალიან საინტერესო ამბავია Google-მა თავისი ასე ვთქვათ ეთიკის კოდექსი, რაღაც სიტყვა დადო, რომ ის არ იმუშავებდა სამხედრო სისტემებზე. რადგან მას აქვს ამის შესაძლებლობა და ის შეიძლება სახიფათო გამხდარიყო დანარჩენი საზოგადოებისთვის და ის ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგულ კომპანიებზე ასე ვთქვათ ჩვენს პირად ინფორმაციას იყენებდნენ იმისათვის, რომ მაგით არის Google-იც და ეს დიდი კომპანიები, Facebook-ი და მაგით ჰქონდათ ის შემოსავალებლები, რომ პირადი ინფორმაცია იყო ზოგადად მთავარი წყარო ბიზნესის, მაგრამ მიუხედავად ამისა, Google მუშაობს იმაზე, რომ განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად გაგვიმარტივდეს ცხოვრება ბევრი მიმართულებით და ეს შეეხება იმ გენერაციულ ხელსაწყოებსაც, არა მარტო გენერაციულ ხელსაწყოებს, კიდევ წეღანას ვახსენე კვანტურ კომპიუტერებს, ჩიპებს, რომელსაც თვითონაც აწარმოებს, ჰქონდა Nvidia-სთან კოლაბორაციაც, მაგრამ თვითონაც აწარმოებს ჩიპებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ Google-ს გააჩნია რამდენიმე ძალიან კარგი გენერაციული მოდელი Io3, რომელსაც ძალიან ცუდად იყენებენ საქართველოში და ფაქტიურად უაზროდ. ასევე Notebook-ელემი, Gemini, რომელიც დიდი ენობრივი მოდელის ერთ-ერთი მოწინავე სახეობაა და კიდევ უამრავი სხვა საძიებო სისტემები დახვეწეს ძალიან, რასაც თავისი მინუსებიც აქვს და პლუსებიც, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ საძიებო სისტემებთან დაკავშირებით და რა ვიცი, ეხლა შეგვიძლია მივყვეთ ესე ვინ აკეთებს, რას აკეთებს, დაველოდებით თქვენ კითხვებს და რა ადგილი უკავია Notebook-ელემს Google-ის ეკოსისტემაში? და განსხვავდება მაგალითად Google-ის სხვადასხვა ხელსაწყოებისგან, Gemini-ისგან, AI-ისგან. აი რა ადგილი უკავია, მოკლედ ჯერ წარმოვიდგინოთ Google-ის მთავარი ტუბინი, სადაც ხელოვნური ინტელექტის
დიდ პროექტებზე და ძალიან საინტერესო პროექტებზე მუშაობენ, ეს არის DeepMind. ასე ვთქვათ, ცალკე დეპარტამენტი, ცალკე სტრუქტურა Google-ში, რომელიც ფაქტიურად ქმნის ძალიან მოწინავე ხელოვნური ინტელექტის სისტემებს და რომელიც გამორჩეულია მთელ მსოფლიოში თავისი დახვეწილობით, თავისი ხელმისაწვდომობით, შესაძლებლობით, იმიტომ რომ ერთია რომ გააკეთო რაღაც და მეორეა ეს გააკეთო ისე რომ გაშალო ფართო საზოგადოებაზე მიაღწიოს ამან ისეთ ქვეყნებში, სადაც ჯერ რთულია ზოგადად ხელოვნური ინტელექტის აღქმა, ათვისება, მერე მიაღწიოს რაღაც საზოგადოებრივ შრეებში, სადაც შეიძლება ძალიან უჭირთ ტექნოლოგიების გაგება. Google-მა ეს ყველაფერი ძალიან სასწაულად შეძლო და ეს არის DeepMind-ის დამსახურება. ეხლა DeepMind-ის ერთ-ერთი პროდუქტი არის Notebook LM. Notebook LM-ი რით განსხვავდება Notebook LM-ზე შეგიძლია რო გაუმარტივოთ ხალხს, Notebook LM-ზე შეგიძლია ატვირთო YouTube-ის ლინკი, რაღაც ვიდეოს ლინკი, PDF ფაილი, ან ჩვეულებრივ ჩაწეროთ ტექსტი და ამის საფუძველზე ის გიქმნის, ჯერ ერთი გიქმნის პოდკასტს, რომელსაც ვერ გაარჩევ ადამიანი თუ არ არის გათვითცნობიერებული და განსწავლული კარგად და თუ ადამიანს წარმოდგენა არ ექნება რომ ხელოვნური ინტელექტი არსებობს და ესეთი პროგრამები არსებობს, ის ადამიანი ვერ გაარჩევს იმას ნამდვილი პოდკასტისგან. მეორე გიკეთებს ტექსტის სტრუქტურირებას, ძალიან კარგად გიკეთებს mind maps, რომელიც გეხმარება ადამიანს თქვათ სიტყვაზე პრესკონფერენცია გაქვს გასაკეთებელი რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვს, აი ეს სტრუქტურაში გისვამს მთელ ამ ტექსტს, გიკეთებს კითხვებს და პასუხებს და ძალიან ბევრი კარგი ფუნქცია აქვს იმისათვის, რომ შენ ნებისმიერი თემა, რომელიც გაინტერესებს, ნებისმიერი თემა თქვათ 5 წუთში იმ დონეზე მოიყვანო წესრიგში და იმ დონეზე დახვეწო, რომ რა ვიცი, გამოჩნდე ჩვეულებრივი პროფესიონალი, იმდენად კარგ სტრუქტურიზებას ახდენს ამ ყველაფრის და ძალიან კარგი რამეა ერთ მხრივ თითქოს ცოტა საშიშიც არის პოდკასტერებისთვის, მაგრამ რეალური გამოწვევაც ხო ის არის, რომ მომავლის და ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიების რომ ავთენტური იყო, ავთენტურობას ექნება ძალიან დიდი ფასი, დაფასება და ასე შემდეგ, თუმცა ძალიან კარგია, როცა რაღაცა ავტომატიზაციას აკეთებ, რაღაცა უბრალო საკითხები გინდა განიხილო და უცბად გააკეთო, ამას ამ ყველაფერში, თუნდაც აი პოდკასტის სახით კიდევ ვიძახი, Notebook LM-ი არის სასწაული რამე და დღესვე შეგიძლია რომ ქართულად გამოიყენო. ზოგადად ტექნოლოგიების განვითარების მთავარი, სხვადასხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს აქვს სხვადასხვა ინტერესები და სხვადასხვა მოტივები ამოძრავებთ ხოლმე, მაგრამ მთავარი მიზანი რაც არის ზოგადად ტექნოლოგიების განვითარების, ეს არის ის რომ დრო დაჩქარდეს. რაღაცეებში დრო მოვიგოთ, რაღაცეებში გავიმარტივოთ, დრო გამოვითავისუფლოთ, ასე ვთქვათ, რაღაცეებში დრო მოვიგოთ, რომ ბევრი ფიქრის დრო დაგვრჩეს შექმნისთვის და განვითარებისთვის. აი ესეთი საკითხები, რაშიც აქამდე ბევრი დრო გვეკარგებოდა, რის ჩანაცვლებასაც აკეთებს Notebook LM-ი, ფაქტიურად არის რაღაცა რუტინული საკითხები, შენ უნდა გეხაზა რაღაც DeepMind-ი, სტრუქტურაში უნდა ჩაგესვა, ეხლა ეს გიკეთებს წამებში და ის დრო გითავისუფლდება და ეს გაძლევს იმის საშუალებას, რომ გაცილებით დახვეწილი პოდკასტი შექმნა, გაცილებით დახვეწილად წარდგე კონფერენციაზე, სტრუქტურაში, ეს ყველაფერი ერთ სტრუქტურაში გქონდეს მოქცეული და ეს კომპანიები არა მარტო Notebook LM-ი, აი ეს კომპანიები მსგავს პროექტებს და მსგავს პროდუქტებს ქმნიან სწორედ ამისთვის, რომ რაც შეიძლება დრო გამოვითავისუფლოთ და ეს დრო გადავრთოთ იქითკენ, რომ უფრო რაღაც ღირებული შევქმნათ და უფრო მნიშვნელოვანი შევქმნათ, რადგან ბოლო ინტერვიუებში, მაგალითად Sam Altman, OpenAI-ის CEO, ეძახის ესეთ რამეს, რომ აუცილებლად შეიქმნება რაღაც ახალი დისციპლინა,
რომელიც ჯერ არ ვიცით, მაგრამ როდესაც მოდელების ურთიერთქმედებას ვაკვირდებიო ამ ადამიანმა ესე თქვა, მე მგონია რომ ერთი ისეთი დისციპლინა სფერო შეიქმნება, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგება ცოტა ხანში. ოღონდ 5-10 წლის პერსპექტივაში და არიციან რა იქნება და მეც მგონია რომ აუცილებლად შეიქმნება, რადგან იმდენად ბევრი დრო და იმდენ რუტინულ საქმეს გავუკეთებენ უკვე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროექტები, რომ ჩვენ ადამიანი ზოგადად შექმნისკენ არის მოწოდებული ესეთი ადამიანი ბუნებითად და თუ დაგვრჩება ის დრო და გავთავისუფლდებით იმ რუტინული მარწუხებისგან, აუცილებლად რაღაცა აღირებულს და რაღაც მნიშვნელოვანს შევქმნით. მაგაში ვარ დარწმუნებული. რა არის ნოუთბუქელემი და რა გახდა ამ ხელსაწყოს შექმნის მიზანი და მიზეზი? რა ადგილი უკავია ნოუთბუქელემს Google-ის ეკოსისტემაში და რით განსხვავდება ის მაგალითად Gemini-სგან ან AI Overview-სგან? Google უკვე განვითარებულია ძალიან, რა ვიცი, აი ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად 2019 წელს მათ გამოაქვეყნეს ესეთი რამ, რომ მათი კვანტური კომპიუტერი, რომელმაც 200 წამში შეასრულა დავალება, ჩვეულებრივ კომპიუტერს დასჭირდებოდა 10,000 წელი იმ გამოთვლისთვის და წარმოვიდგინოთ 2019 წლის შემდეგ რა დონეზე განვითარდა კიდე ხელოვნური ინტელექტი, რა დონეზე განვითარდა დიდი ენობრივი მოდელები, მანქანური სწავლება, კიდევ სხვადასხვა მიმართულებები, NLP და ასე შემდეგ. და ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ რა დონეზეა უკვე Google და ზოგადად მომავალი არის მომავალში თუ ვინმეს ექნება დომინაცია ქვეყნების გარდა, აქ გულისხმობ შეერთებულ შტატებს, ჩინეთს და ევროკავშირის დიდ წამყვან სახელმწიფოებს, იქ აუცილებლად იქნება Google-იც და იქ აუცილებლად იქნება ალბათ OpenAI-ც, რადგან მათ გარეშე უკვე ზოგადად ცხოვრება ხდება შეუძლებელი. რადგან მათ შეიძლება ადამიანს კონდეს ნიჭიც, იდეაც, ბევრი რაღაც, მაგრამ თუ ეს ეკოსისტემა არ აქვს საწყობილი, რაღაცა იდეას ბოლომდე ხო ვერ განახორციელებ და Google არის ეს ტექნოლოგიური გიგანტი, რომელსაც შეუძლია თავიდან ბოლომდე იდეიდან ჩაშვებამდე, ასე ვთქვათ, პროექტის გაშვებამდე და შემდეგ მისი კონტროლი, შემდეგ მისი ასე ვთქვათ, დისტრიბუცია ძალიან კარგად განახორციელოს ხალხში და არაერთი გაუკეთებია და მე ვფიქრობ, რომ აი მომავალი 10 წლეულიც ეს არის, რომ ტექნოლოგიური გიგანტებისაა და ხედავთ რა დონეზე მივიდა უკვე თავისი აი თუნდაც ავიღოთ Gemini, რომელიც არის მულტიმოდალური ენობრივი მოდელი, რომელიც არა მარტო ტექსტის გენერირებას გიკეთებს, ის გიქმნეს ვიდეოს, რა ვიცი, მილიონი მიმართულებით მუშაობს, აუდიო, ვიდეო, ტექსტი, ფოტო, რა ვიცი, ბევრი მიმართულება აქვს და ბევრი მიმართულებით გეხმარება უკვე. შეიძლება ბევრს არ მოსწონს, ბევრს მოსწონს, ეს სხვა საკითხია, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მასზე დაშენებული AI სტუდიო ბევრჯერ გამოგვეყენებია ჩვენც და ის უკვე რაღაცებში გეხმარება, ხო, რაღაცებში უჭირს, რაღაცებში გეხმარება, თუმცა ერთ წელში სულ სხვა დონეზე იქნება და ხედავთ, რომ ესენია ახალი რაღაც ფაქტურად საპილოტო პროგრამებია, ხო, ახალი გამოსულია რამდენიმე თვის და ჯერ ეხლა იტესტება ქართულ რეალობაში და ქართულ სივრცეში და ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის ინგლისურენოვანი და ამიტომ რაღაც დრო დასჭირდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდ გარდატეხას შეიტანს ნებისმიერ სფეროში დაწყებული საგანმანათლებლოდან დამთავრებული სამედიცინო სფეროთ. თქვენი ვარაუდით, როგორ განვითარდება Google მომდევნო წლებში, როგორც ხელოვნური ინტელექტი? საგანმანათლებლო სფეროში ხელოვნური ინტელექტს აქვს უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მნიშვნელოვანი სივრცე არის იმისთვის, რომ მასწავლებლებმაც, მოსწავლეებმაც, მშობლებმაც მათ შორის ძალიან კარგად გამოიყენონ ეს სხვადასხვა პროექტები. არსებობს ასეულობით ხელსაწყო იმისათვის, რომ პერსონალიზირებული სწავლების მეთოდი შეიმუშაო ბავშვებთან ურთიერთობაში. ეგ ერთი, ასევე მშობლებს გააჩნდეთ ზუსტი აღქმა იმის თუ სად არის რა დონეზეა მისი შვილი, რა დონეზე იმყოფება, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ჰქონდეთ
ასე ვთქვათ, სწორი აღქმის უნარი სადვიმყოფებით რა გვჭირდება, პლაგიატს ხო არავინ იყენებს, ან როგორ ავალაპარაკოთ, აი ჩვენ დაგვიტესტია რამდენიმე მოდელი, რომელიც არის მაგალითად ბავშვზე, რომელსაც შეიძლება ნიჭი გააჩნდეს, მაგრამ უჭირდეს გამოხატვა და უჭირდეს დაწყება, აი საიდან დაიწყოს და მასწავლებლებსაც ბევრ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, რომ მასწავლებელს გაუფუჭებია ბავშვი, ასე ვთქვათ, არ ქონია მიდგომა, არ იცის საიდან დააწყებინოს, ყველას ასე ვთქვათ, ერთ ტაფაში ხრაკავს ყველა ბავშვს და ყველას ერთნაირად უდგება. ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს სწორედ ამის საშუალებას, რომ ჩვენ პერსონალიზირებულად მოვარგოთ ამ ბავშვებს, ჯერ ერთი პროგრამები, მეორეც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საიდან დავაწყებინოთ, გვაძლევს ფსიქოლოგიური მიდგომის ხერხებს და არსებობს ამისი უამრავი ხელსაწყო. აი მაგალითად არის Magic School AI, რომელშიც არის გაერთიანებული, აი ბევრ მასწავლებელს ურჩევდი, რომ გამოიყენონ, ნახონ, დაათვალიერონ, დატესტონ სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა ხელსაწყოები, რადგან ამ ხელსაწყოს ზოგადად ამ სივრცე აერთიანებს სადღაც 100-მდე ხელსაწყოს და ამის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ მოსწავლეებთან ურთიერთობა. შეიძლება ეხლა 70-ი არ გამოადგეს მასწავლებელს ამ ეტაპზე და ვერა გაიგონ და ასე შემდეგ და მაგრამ 5-6 ხელსაწყოს თუ მაინც ისწავლიან თავის მიმართულებით, ძალიან წაადგებათ დარწმუნებული ვარ ამაში, რადგან მე თვითონ დამიტესტია, მე არა ვარ მასწავლებელი და ეხლა სკოლაში არ მუშაობ, მაგრამ მე თვითონ დამიტესტია და რომ გამიაზრებია რა აკლიათ, ძალიან შეუსი, ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი რაღაც შეუსია, რაზეც შეიძლება არც კი ვფიქრობდეთ ეხლა ამ ეტაპზე და ამიტომ ბევრ მასწავლებელს, ბევრს კი არა, ყველას ურჩევ, ვინც არ მუშაობს ამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, შეიძლება არ იცოდნენ Magic School AI, ნახონ, დატესტონ და რა ვიცი, გამოიყენონ შემდეგ როგორც უნდა. რომ გადავიდეთ შემდეგზე, ეს არის ნოუთბუქ ელემის და განათლების სისტემა. როგორ ფიქრობთ, რა გზას გადის ხელოვნური ინტელექტი განათლების სფეროში და როგორ ჩნდება ამ პროცესში ნოუთბუქ ელემი? ზოგადად ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ხედავ ერთ რამეს, რომ ყველაფერი დგა თავდაყირა. დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია. იმ პერიოდში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მოგვადგა ყველას კარზე და ფაქტიურად აქ არის, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც 2-3 წელიწადში ჩაანაცვლებს საქართველოშიც კი 100,000-ობით ადამიანს, წაართმევს სამსახურს, ვდგავართ აი ამ პროფესიების გაქრობის, დაკარგვის, ტრანსფორმაციის პირას და კაცმა არ იცის ხვალ რამ სფეროდან რამდენ ადამიანს გაუშვებენ, რამდენ ადამიანს გაუშვებს ბიზნესები, რამდენ ადამიანს გაუშვებენ სახელმწიფო სამსახურიდან და ასე შემდეგ. თუ ვინც არ აითვისებს ხელოვნურ ინტელექტს, ზოგადად და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენება არ ეცოდინება და მხოლოდ VIOS ამის იმედად დარჩება, რომელიც ერთი პრომპტის საფუძველზე გიგენერირებს რაღაცას და საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. ეს ადამიანები დარჩებიან სამსახურის გარეშე. მათ ადგილას დაიკავებენ ადამიანები, ვისაც ექნება იმის უნარი, რომ გამოიყენოს ეს ხელსაწყოები. აღარ ექნება აქ უკვე ძველ ტრადიციულ მიდგომას მნიშვნელობა, ვის ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა, ვის ბიძაშვილი ყავდა სადღაც თუ ბიძა, ვის გამოცდილება ჰქონდა და ასე შემდეგ. აი ეგ უბრალოდ დროთა განმავლობაში, აი 3-5 წლის პერიოდში აბსოლუტურად დაიკარგება და აბსოლუტურად ახალებური ჩანაცვლება გამოვა რა, აი ახალი ხალხი გამოვა საზოგადოებაში, პოლიტიკაში, რა ვიცი, ეკონომიკაში, ბიზნესში, საჯარო სამსახურებში, ნებისმიერ, რა ვიცი, კერძო სამსახურებში და ასე შემდეგ და ამიტომ სახელმწიფო დღეს უნდა მუშაობდეს იმაზე, თუნდაც საგანმანათლებლო მიმართულებით და არა მარტო რომ ხელოვნური ინტელექტი შეიტანოს ყველგან, აი აბსოლუტურად ყველგან, დაწყებული უნივერსიტეტებიდან, დამთავრებული, რა ვიცი, ბაღებში, ბაღის მასწავლებლების დონეზე, სოფლის ადმინისტრაციის ციებში, საკრებულოებში, მერიებში, ყველგან, რა ვიცი, ბიზნესები თვითონ შეიტანენ. იმიტომ რომ კიდევ ვიძახი, თუ ვინმეს ეცოდინება ნოუთბუქ ელემი კი არა და AI აგენტის გაკეთება,
და ეს არის ძალიან მარტივი უკვე დღევანდელ პირობებში თუ ოდნავ წარმოდგენა გაქვს ხელოვნურ ინტელექტზე ეს ადამიანი ფაქტიურად გააკეთებს 10 ადამიანის საქმეს და არც ბიზნესია გიჟი და არც სახელმწიფოა გიჟი რომ 10 ადამიანს უხადოს სამსახურში ფული როცა შეუძლია რომ ერთი ადამიანს გადაუხადოს ფული და მან გააკეთოს ეს ყველაფერი მან შეითავსოს მან გააკეთოს ბუღალტერის საქმეც მან გააკეთოს დამწყები იურისტის საქმეც გაყიდვების მენეჯერიც ის იყოს მარკეტინგის მენეჯერიც ის იყოს რა ვიცი ოფის მენეჯერიც ის იყოს კოლ ცენტრის ოპერატორიც და ბევრი რაღაც შეიძლება სოციალური მედიის მენეჯერიც და ფოტოებსაც ის აგენერებს და ვიდეოსაც ის ქმნიდეს და ბევრ რაღაცას აკეთებდეს მოკლედ კიდევ ვიძახი აი ამის პირას ვდგავართ და დღესდღეობით საქართველოში რა ხდება საერთოდ არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით გარდა კერძო ინიციატივების 2-3 კერძო ინიციატივა და თუ არავირებთ იმას რომ აი რაღაცები TikTok-ზე იდება რაც არის აი სრული კატასტროფა TikTok-ზე სადაც გენერირებული ვიდეოები და რაც არის სრული კატასტროფა რადგან დაგვიდგება ეს საჭიროება ერთ წელში მაქსიმუმ ერთ წელში როდესაც უკვე ადამიანებს მოსთხოვენ რაღაცა უნარების გამოვლენას რადგან რა თქმა უნდა მეტი დანაზოგი და მეტი ეფექტურობა გვჭირდება ყველას ნებისმიერ სფეროში და ადამიანებს არ ეცოდინებათ ეს და იქნება პირველი შოკი ალბათ ის რომ შენ გამოგიშვებენ სამსახურიდან და შენს ადგილს დაიკავებს შეიძლება წარმოუდგენელად უნიჭო ადამიანი რომელსაც ეცოდინება ეს რომელმაც აი მაგალითად 3 თვიანი 5 თვიანი კურსი გაიარა და თავისი მიმართულებით რაღაც ისწავლა აქ არა გვაქვს იმაზე ლაპარაკი რომ რაღაცა სიღრმისეულ დონეზე და მანქანური სწავლების და კომპიუტერ ვიჟენი და NLP და deep learning და რაღაც იმ დონეზე გავედით რომ ეს რაღაცა მეცნიერულ დონეზე ავირთვისოთ მაგრამ რაღაც დონეზე წარმოდგენა უნდა გქონდეს თუნდაც სამეცნიერო სფეროშიც და კვლევით სფეროშიც რადგან იმდენად სწრაფად იზრდება თიკო ზოგადად იმდენად სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები და ყოველდღურად ასეულობით ხელსაწყოები მატება აი არის 10,000-ობით ხელსაწყობი ადამიანმა ნავიგაცია უნდა შეძლო ამ სფეროში რომ როგორ იპოვო შენთვის ასურველი ხელსაწყოები რაც ამა თუ იმ სფეროში გამოგადგება როგორ შეიძლება დაინერგოს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ნოუთბუქელები. მასწავლებელმა ეს ყველაფერი უნდა აიღოს როგორც ინგრედიენტები. მასწავლებელი აი ჩავთვალოთ ამ შემთხვევაში. მასწავლებელი კი არა ნებისმიერ სფეროში მყოფი ადამიანი შენაკეთებ მედიცინას, მედიცინის მიმართულებით AI-ს აკეთებ, გაყიდვების მიმართულებით თუ აკეთებ სკოლის მიმართულებით. მასწავლებელმა უნდა წარმოიდგინოს თავი როგორც მზარეული და აიღოს ინგრედიენტები, ვის რა სჭირდება და დირიჟორივით უნდა იყოს მასწავლებელი, რომელიც მართავს ორკესტრს, ხო? და უძღვება ორკესტრს. აი ეგ ფუნქცია აქვს მასწავლებელს, არ უნდა მისცეს ის ტრადიციული ცოდნა და ის განათლება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავარი ამბავი რაც იქნება მომავალში, იქნება ის, რომ და რატო არ არის კიდე ხელოვნური ინტელექტი, რატო ვერ ეწევა ჯერჯერობით ადამიანს და რატო არა ვართ AGI-ის ეპოქაში, ის არის, რომ ადამიანური ღირებულებები და ადამიანური გაგება, ემოციები არ გააჩნია ჯერჯერობით ხელოვნურ ინტელექტს. შეიძლება გაგიკეთოს ის რაღაც манипуляციები გაგიკეთოს, მაგრამ ეს არ გააჩნია. ამიტომ ვიძახი, რომ მასწავლებელმა რა თქმა უნდა ის ტრადიციული ღირებულებები, ცოდნა და ყველაფერი უნდა გადასცეს მოსწავლეს. ოღონდ ამ ვითარებაში, ამ პერიოდში კიდევ იმ პერიოდში, როდესაც კონცენტრაცია აღარ არის, აი მაგალითად მოვყვან, მაგალითად TikTok-ის პირობებში კონცენტრაცია თუ ჩვენს თაობას შეეძლო, რომ მაგალითად 45 წუთი დამჯდარიყო და ესმინა მასწავლებლისთვის და კონცენტრირებული ყოფილიყო 45 წუთის განმავლობაში, დღევანდელი თაობა მაგალითად 10-15 წამიანი ვიდეოების სკროლვისას ეს არის, რა ვიცი, კვლევები, მილიონი კვლევა არსებობს ამ მიმართულებით, კონცენტრაციას კარგავს. მოკლედ, აღარ შეუძლია რომ გაძლოს ერთი და იგივე მდგომარეობაში, სტატიკურ მდგომარეობაში. ამიტომ გაკვეთილებიც უნდა გახდეს ცოტა ინტერაქციული.
შენ მასწავლებელი რო შემოდიხარ და მოსწავლეს 45 წუთი მონოტონურად უხსნი რაღაცას და ის თუ არ აიყოლე და იქ თუ არ გამოიყენე ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ხელსაწყოები, აქ დავიწყოთ რაღაცა ფსიქოლოგიური ხელსაწყოებიდან დამთავრებული განათლების და რა ვიცი მილიონი ხელსაწყო არსებობს, შენ თუ გაკვეთილზე 5-6 სხვადასხვა მეთოდი არ შეიტანე, ძალიან გაგიჭირდება რომ მოსწავლეები დაიჭირო, იმიტომ რომ აქ აღარ აქვს იმას მნიშვნელობა ეს მოსწავლე კარგი ბავშვია, ცუდი ბავშვია თუ რაღაცა, კიდევ ვიძახი კონცენტრაცია დღევანდელ პირობებში, ტელეფონის, гаджеტების და ასე შემდეგ ადამიანებს უჭირთ და შენ უნდა მოერგო ამ შემთხვევაში დროს და ამის გარეშე უბრალოდ გამორიცხულია რომ ელემენტარულად გაკვეთილის ჩატარება შეძლო. რა როლი ენიჭება მასწავლებელს იმ პირობებში, როცა სისტემას შეუძლია უკვე კონსპექტირება გააკეთოს სხვადასხვა ტექსტების და ანალიზების. ნუ მიდის ამაზე საუბარი, ეს დიდი ტექნოლოგიური გიგანტები ამბობენ რომ დაცულია. სხვადასხვა ეთიკურ ჩარჩოებს იმუშავებენ, ამაზე რეგულაციები გააჩნია ევროკავშირსაც, შეერთებული შტატებსაც და ასე შემდეგ. თუმცა სრულად დაცული არსად არ ახარ. და კაცმარიცის რა იქნება. მაგრამ აქ არის სასწორის პინაზე დევს ორი რაღაც. ერთი განვითარება და პროგრესი, რომლის გარეშეც ამ პირადი მონაცემების და დიდი მონაცემთა ბაზების გარეშე ვერ განვითარდება, მონაცემები აშენებენ პროგრესს რა, ვერ განვითარდება და ვერ იქნება პროგრესი. მეორე მხრივ კიდე არის რომ აი ყველაფერი ჩავკეტოთ, ყველაფერს რეგულაცია დაუწესოთ, ყველაფერი რაღაც ჩარჩოში მოვაქციოთ, რაღაც კანონში მოვაქციოთ და არ განვითარდეს და ვერ განვითარდეს. მე ვემხრობი ამ შემთხვევაში პროგრესს, რადგან პროგრესი მგონია რომ გაცილებით მეტ სიკეთეს მოიტანს საზოგადოებისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის, ვიდრე ეს ჩაკეტვა და ვნახეთ აი ჩაკეტვამ სადამდე მიგვიყარა რა დონეზე ვართ ჯერ და ფაქტიურად ხელოვნური ინტელექტის აი თუნდაც დიდი ენობრივი მოდელები ავიღოთ, ჯერ ჩვენთან ხომ მეტი ხელოვნური ინტელექტი არ არის, ახლა საქართველოზე ავიღოთ, ჩვენ ხო არ მუშაობთ რაღაცა დრონებზე, რაღაც მოწინავე ტექნოლოგიებზე, იმ ტექნოლოგიებზე, რომელზეც შეიძლება მუშაობდეს DARPA ამერიკაში და რაღაც საიდუმლო ტექნოლოგიებზე და ვიყენებდეთ ხელოვნურ ინტელექტს და თუნდაც არა ვარ სხვადასხვა ქვეყნების დონეზე, მაგრამ გვაქვს ეს დიდი ენობრივი მოდელები. ნელა ვითვისებთ ამას, ეს ChatGPT, Gemini, Grok-ი, DeepSeek-ი, Copilot-ი, Perplexity და ასე შემდეგ. Cloud-ი და ასე შემდეგ და მოკლედ ჯერ ამ დიდმა ენობრივმა მოდელებმა წარმოვიდგინოთ ამ ორ წელში რაც როგორც დააჩქარა პროცესი, შეიძლება 50-100 წლის წინა პერიოდებს თუ შევადარებთ, ნახტომი გააკეთა 50-100 წლის და ამიტომ ვიძახი წარმოიდგინე სად ვიქნებით, როდესაც ჩვენ აი წარმოიდგინე სად ვიქნებით, როდესაც ჩვენ უკვე ამ ყველაფერს ხო აი ამ ყველაფერს დახვეწილ მდგომარეობაში მივიღებთ და როდესაც გამოვალთ აი ამ საპილოტე მდგომარეობიდან. რამდენად უსაფრთხო პლატფორმა არის, როდესაც ადამიანს შეუძლია რომ გაგზავნოს ან მიწეროს ეს პერსონალური მონაცემები ნოუთბუქ ელემს. რამდენად დაცულია ამ დროს ადამიანი? მე შემიძლია გითხრათ, რომ ნოუთბუქ ელემი ახლა შეგიძლია გამოიყენო როგორც ასისტენტად. მე ძალიან ხშირად ვიყენებ არა ვიდეოების შესაქმნელად და კი თქვენს პრეზენტაცია გქონდათ ნოუთბუქ ელემზე, ხო, კონფერენციაზე. ძალიან კარგი იყო, საინტერესო იყო, რადგან თქვენი გქონდათ საუბარი ილონ მასკის და ეკატერინე გაბაშვილი ასაუბრეთ რაღაცზე განათლებაზე, ხო? და ძალიან საინტერესოა ეს ისტორიული რაღაც ხიდი თუ კავშირი თუ რაღაც გამოვიდა, მეორეც აცოცხლებს ძალიან საინტერესო პერსპექტივაში განახებს ამ ყველაფერს. კიდევ ავიღოთ მაგალითად, ეგაც რო გადავდოთ გვერდზე და ეს პოდკასტების ამბავი რო გადავდოთ გვერდზე, რომელიც ძალიან რეალურს გავს უკვე. რა ვიცი, იმდენად კარგად აკეთებს ტექსტის სტრუქტურირებას, რომ აი მაგალითად სადღაც ტრენინგს რო ატარებ ადამიანი, საერთოდ
უცნობ თემაზე რო ჩაატარო, ან შეხვედრაზე გამოდიხარ, რაღაც კონფერენციაზე გამოდიხარ და სიტყვით გინდა გამოხვიდე, იმდენად კარგ სტრუქტურებს გიკეთებს სხვადასხვა მიმართულებით, რომ შეგიძლია ეს გამოიყენო თუ რამეში დაგეხარჯებოდა სიტყვაზე 1 საათის სწავლისთვის, გადახედო და 2 წუთში სწორად კონდეს სტრუქტურირებული ტექსტი, ჩანაწერი და რა ვიცი, იმდენად მარტივად გამოხვიდე და იმდენად პროფესიონალი გამოჩნდე, იმდენად კარგად დაგილაგო სამ ყველაფერმა და ამ ნოუთბუქელებმა და ამიტომ ვიძახი, რომ ძალიან კარგი ხელსაწყოა ეხლაც რომ გამოიყენო შენ როგორც ასისტენტი და კიდევ ვიძახი, მით უმეტეს იმ პერიოდში, სადაც ჩვენ გადავდივართ უკვე ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეპოქაში, ეხლა მაგალითად AI აგენტების ეპოქა შემოდის და მომდევნო 2 წელი იქნება ალბათ ბუმი ამ მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებებით. ზოგადად ადამიანს დასჭირდება ბევრი ასისტენტი, ბევრი მიმართულებით და რაც ფაქტიურად შექმნის როგორც ჰიბრიდულ შენ გადაგიყვანს რაღაც ჰიბრიდულ რეჟიმში. იმიტომ რომ შენ კი იქნები ტვინი და წარმართველი რა გამოიყენო და როგორ გამოიყენო კიდევ ვიძახი წეგან როგორც მზარეული და აიღო ეს ინგრედიენტები და შექმნა რაღაცა კარგი კერძი, მაგრამ ეს აგენტები განსაკუთრებულად და ეს ასისტენტები განსაკუთრებულად გაგიმარტივებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ეს იქნება ბიზნესი, ეს იქნება განათლება, ეს იქნება ჯანდაცვა თუ ასე შემდეგ და მე მჯერა რომ ბევრი ახალი ისეთი რაღაც შეიქმნება, ისეთი ინოვაცია შეიქმნება, თუნდაც ძალიან დაბალ დონეებზე, აი ჩვეულებრივი ადამიანების მიერ და არ გულისხმობ ამ შემთხვევაში Google-ს და რაღაც Microsoft-ს, ადამიანების მიერ, ვისაც არანაირი ხელსაწყოები არ გააჩნია, არანაირი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია, ამ ადამიანების მიერაც კი ეს ტექნოლოგიები მოგცევს იმის საშუალებას, რომ შეიქმნას ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ინოვაციები. მადლობა ოთარ ამ ამწურავ პასუხებისთვის და მსახით შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ოთარმა აღნიშნა, ნოუთბუქელები მსგავსი ტექნოლოგიები გვაჩვენებენ, რომ განათლება და სხვა სფეროები უკვე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება, ეს არის ის პლატფორმები, რომლებსაც შეუძლიათ უფრო სახალისო და საინტერესო გახადონ როგორც გაკვეთილები, ასევე სხვადასხვა სფეროებში მიღებულობა. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.